გამარჯობა ჩემო ძვირფასო მოგებრებო, დღეს წარმოგიდგენთ რას? მოკლედ ჩვენ დიტეილინგ შოპში არსებული ტავარი უნდა შევადაროთ ტემუდან გამოწერილ ნივთებს. ხო და მე როგორც ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენი, ამდენ ადამიანს უხდი ხელფას და ვიდეოს გადაღება საბოლოოში მაინც მე დავავალა, რომ ეს იდიოტები მევაკეთო, რა ვქნა. ეს არის ჩვენი მაგშაინის კარადა, რომელიც 5 წელია მე მაქვს ჩემს დიტეილინგ გარაჟში. ერთი 10 წელი კი მექნება ჯამში, მაგრამ პირველი 2 წელი ვიყიდე 5 წლის წინ და ძალიან კარგ მდგომარეობაში არის სხვათა შორის და ეხა იგივენაირი ვითომ ასეთი, ნუ რავი, რაც იშოვება თემოზე 170, 170-დან 190 მანამდე ღირს ამ მომანათებით შეხედეთ, შევადაროთ ამ მაგშაინის კარადას. კარადა სტუდიაში თუ შეიძლება. რა მაკეთებინებთ ამ ხელა ბიზნესმენ კაცო. ეხა ეს როგორ გამოვაჩინო? საშინელებაა მოკლედ, თავიდან ვეტყობა. ძალიან მანძია. მაგრამ უნდა ავაწყო. ეს მე უნდა ავაწყო. აი მე ეს ნაგვის ყუთი მოყვება თუ რა არის. აი ეს ინსტრუქცია გჭირდება რა. მოკლედ ახლა რა ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ ნამდვილად სისულელი არის, არ ეყიდოთ არავინ. მომწან დიტეილინგ შოპში. 3ჯერ ძვირიღებს ჩვენი კარადა. 3.5-ჯერ ძვირიღებს ჩვენი კარადა, მაგრამ დედას გიფცები ჯობია, ეს ვერ გაძლებს იმდენი ხანი, რამდენიც ეს გაძლებს. ყავ ვიდეოში აწყობ მეზარება რა. ვიდეოში არ ავაწყობ რა, ცალკე ავაწყობ, ვიღაც ვიპოვი ავაწყობინებ, მე მეზარება ამის აწყობ. დაგიბრუნდით. სამაკაც მოვაწყეთ 2 წუთში, ჭანჭიკი ამას არ აქვს. არაფერი ამას არ აქვს, მოკლედ გაჩვენებთ ხა. ეს არის ჩვენი მაგშაინის ძალიან კარგი და ეს არის ის სისულელი, რაც ვიყიდეთ 170, 80-ან 190, მაგრამ არ მახსოვს, მოკლედ ნახეთ. ბორბლებს არ აქვს მუხრუჭი და რო დააყენებთ, თუ დაუშვათ თქვენს გარაჟში იქნება დაქანება, რომ წყალი წავიდეს და ჩაიწოროს თავისით, ესეც გაგიქცევათ. ამიტომაც დაჭირდება ძველ ზილებს რო ქონათ ხოლმე, ხო იცი, მაგას რო გააჩერებთ და მე ბლოკი ან აგური უნდა შეგედო, ეგეთ რაღაც დაგჭირდებათ გარაჟში, რომ არ დაგიგორდეთ. გაითვალისწინეთ. ნუ ეს ახლა ეს ყურე რაღაცა მოლაყლაყებული რაღაცეები ნახეთ. აქვს მოკლედ ამაში 170 ლარიც რო ღირდეს გადახდას, ის ჯობია 600 ლარით. დამიჯერეთ. მივხედავთ იმისა, რომ ჩვენ ვყიდით არ ვიტყუები დედას გეფიცებით, ძალიან ნაგავი რაღაცა არის ეს. ხო, ეხა სკამი უნდა შევადო. მოკლედ კიდე ერთხელ დავაყენოთ ეს ეკოიძე, შეხედეთ. ცხენი ძალებით როგორ შევამოწოთ, ეხა ბევრად მეტი იქნება ამას, დამიჯერეთ და აი ჭიქის ჩასადებები ნახეთ, აქ პოლირების პასტები შეიძლება რაღაც ქიმია რო ქიწვა და გავაკეთოთ, ნუ მოკლედ ხედავთ აქ როგორ საშინელება არის, აქ სტაციონარად არის მოკლედ გაკეთებული და რაც თავარი არის ვიბრო და შუმო იზოლაცია არ აქვს საერთოდ, ნახეთ, როგორ ბლაყუნებს. ეს სერიოზულია. მოკლედ ყარიც არ არის რა. ამიტომაც რა გითხრათ, თუ თქვენ გარაჟს გახსნით და გინდათ რომ ცოტა ინვესტიცია განხორციელოთ, პირველი 2 თვე გამოგადგებათ ეს კარადა, მერე მოგიწევთ გადააქთოთ. ეხლა მომიტანეთ სკამი. თემურას სკამის unboxing-ის დროს დადგა, დავდოთ. ესე იგი გვაქვს ეს რაღაც ჩასადები, სავარაუდოდ ბოთლებიც, ქიმია გამოვიყენოთ, მეორეც ერთიანი კონსტრუქციის სკამის ჩარჩო და რაღაცა რკინა. ო, რაღაცა რკინა, 2 ცალი გვაქვს. всё, ინსტრუქცია. ეს გადავაქთოთ. ინსტრუქცია აქ დავდოთ. ამ თემუს რაღაცეებს კარგი რაც აქვს, არა ის რომ დიდი აწყობა არ ჭირდება რა. ეხლა ამასაც ნახეთ რა მარტივად ავაწყო. ავიღოთ ეხა ესა. შეგამაშორეთ შეიძლება. აი აქ ბორბლები აქვს. ამას მოყვა მე მგონი. ხო, ამას ჭანჭიკები მოყვა, ამიტომაც კიდე გავჭრით და ავაწყო და დაგიბრუნდებით. ავაწყეთ მეგობრებო, 8 წელი ჭანჭიკი მოყვა. ეს რაღაცა დებილოა მოყვა კიდე სათავსო და 9 ლიტრიანი ბოთლის სამაგრები. ძალიან უხარისხო პლასმასითაა აწყობილი, მაგრამ გაგიკვირდება და საბურავებს აქვს თავისი მუხრუჭები და არ მოგიწევთ ბლოკზე შეყენება ისე როგორც მაგიდის შემთხვევაში. ეხლა ამის კონკურენტად ნახე რა, ამას არც თავი არ ძრება, არც არაფერი, ზემოდან კიდე რაღაცა უაზრო პლასმასია და დაბალი ხარისხის არის ძალიან. ნუ ხედავთ ხო? რაც არის ეგ არის. 170-დან 190 მანამდე ღირდა ესეც. ხო, ალტერნატივა რა გვაქვს? ეხლა ჩვენ დიტეილინგ შოპში.
ნახეთ, ეს მაგიდა არის ამ მაგშაინის მაგიდის კლონი, ხოლო ის სკამი მაგშაინის სკამის კლონი. ეხლა ნახეთ რა არის მაგშაინის სკამი. რეზინის ძალიან ვილი თქვენი გამხმარი ტრაკისთვის დასაჯდომი. აქ ჩვენ შეგვიძლია ამას მოხსნათ, ნახეთ. ოპა. და გვაქვს პატარა ჭაბორბლები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ჩვენ საერთოდ იატაკზე დავჯდეთ და ჩვენი გამხმარი ტრაკისთვის ვაგორავთ ისე როგორც გაგვიხარდება და ან დავლა. პლუს ამას კიდევ სკამი, მაღალი სკამი, თავის რა თქმა უნდა, მუხრუჭებით, ლიტრიანი ბოთლის სამაგრებით, კიდე დამატებითი სათავსოებით და ეს რაღაცა უჯრა აქაც გვაქვს. და აქაც ესეთივე თხელი რაღაცა როგორც იქ. ეს საერთო. ხო, მოკლედ, ჩვენთან ეს ღირს 385 ლარი თუ არ ვცდები ყველაფერი ერთად. ხო და მასიური პლასმასია. ძალიან კარგია. ნამდვილად ჯობს აი ამ ნაგვის ყიდვას. მაგრამ რა ვქნა ახლა თუ თქვენ გინდათ რომ დაბალ ბიუჯეტში ჩაეტიოთ ბატონო, აგერ არის 380 ლარიანი სეტი. თავის სკამიან, კარადიანა. და აქეთ არის კიდე ალტერნატივა ჩვენი არა 985 ლარად. 385 სკამი, 600 მაგიდა. ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ თქვენს გარაჟში კარგი ჩინური საქონელი გექნებათ თუ ბანზეჩინური პროდუქცია. აბა თქვენ იცით. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორი და ვიდეოების წარდგენი არის Slebet.g ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო, სადაც თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ დედის კლამდე. შეგახსენებთ ასე, რომ ძალიან კარგი ლიდერბორდის აქცია გვაქვს ჩვენ. Slebet-ზე რაც მეტ თანხას ჩარიცხავთ, ლიდერბორდში თქვენს ადგილს იპოვით და გახდებით ბელადი. სლეთა ბელადი აუცილებლად დაიმახსოვრეთ, თუ გაქვთ ძალიან ბევრი თანხა შემოიტანეთ ითამაშეთ და ფრისპინებს დაგემატებთ, თუ გაქვთ სამყოფი თანხა ასევე შემოიტანეთ და ჩვენ მაინც დაგემატებთ ფრისპინებს, ხოლო თანხა თუ საერთოდ არ გაქვთ, უკეთეს რას იზავთ, წადით ისესხეთ, შემოიტანეთ თანხა, ითამაშეთ და მოიგეთ. ხოლო თუ ვერ მოიგებთ, სულ ნუიყიდით ამ მაგიდა და სკამებს. რაც ჩემ ფეხებად გინდა, ესეც დაამზადებთ, როგორც დაუშვათ ჩვენ მქონდა თავის დროზე. მომეც თუ შეიძლება? აი, შეგიძლიათ მარტივად დაამზადოთ ესეთი სკამი და აი ესეთი მაგიდა. ხო და თქვენი მოთამაშე უკანალი, ადგეთ და დადოთ ესეთ სკამზე, იმუშაოთ ესეთ მაგიდაზე და გააგრძელოთ თამაში. თამაში გაგაბედნიერებთ.